აბგარი ერქვა. ნუ ეს წერია სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი წერია, რომ ესია. ხოდა ეს ვერ გავიგე ქართულებს რატო გაქვთ ესეთი აი ამდაბლებული თვითშეფასების უნდა. ჩვენ ნაკალები თვისებები გვაქვს. მაინტერესებს რატო ხდება ეს? აი რატო არის ერი ესე თვით კრიტიკულად დამარხული არის ენა ქართული და არა მარტო ენა ინტელექტის და ყველაფერი დამარხული იყო, მაგრამ სადაც კი გასაქანს პოულობდა იქ ავარდებოდა ხოლმე. ამიტომ საზღვარგარეთი გადიოდნენ იქით მამლუქები და 1000 მამლუქი სულ წარმატებული იყო და როგორც პოლიტიკური მოღვაწეები და ასე შემდეგ. ასე რომ თურქეთის კარზე, რომელიც იმპერია იყო, ხო? ირანის ანუ სპარსეთის კარზე, რომელიც ასევე იმპერია იყო, ქართველი იყო გაბატონებული, რუსეთის კარზე, ქართველები იყვნენ გაბატონებული. რა ვიცი, საფრანგეთში ნაპოლეონთან ისევ ქართველი იყო როსტოვი გაბატონებული. მეტი რა და თურქეთი ვთქვი და არაბეთში კიდე მამლუქები ჩამოთვალა და ეგვიპტეში. ვერ გავიგე ამ ხალხს კიდე რატო ეპარება ეგ ქართული გენეტიკის სიძლიერე. ერთხელ მკითხეს რა არის რომ ჩვენთვის დამახასიათებელი. მე ვუთხარი რომ ჩვენ კი ვერი ვართ მუმლი მუხასა, მაგრამ მუხად თავი არ წარმოვიდგენია, ჩვენ ლერწამი ვართ, უფრო რომელიც რო დაუბერავს ხარი, ხო, რომ გადაიხრება იქეთ, მაგრამ მე ვიწყებთ იმ დამპყრობელის თვითონ კულტურულად დაპყრობას. აი ის მაგალითები, რომელიც ბატონმა მანხაზმა მოიყვანა, ის სხვადასხვა სამეფო კარებზე ჩვენი წარმატებები სწორედ ის იყო, რომ ჩვენ კულტურულად მათ ვიტყრობდით ის, რაც რუსეთთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბოლო 200 წელი მოხდა, არის ცხადი მაგალითი. ამიტომაც არის, რომ რუსეთის არსებობა ვერ წარმოვიდგენიათ ქართველების გარეშე. იმიტომაც ყველა დიდი რუსი პოეტი საქართველოში იდგამდა მანდამაიც ფერს. აქ უნდა დაეწერა რაღაც განსაკუთრებული ესენიდან დაწყებული. იმიტომ რომ ეს სწორედ ის მხარეა, რომელშიც შეიძლება ადამიანის მაქსიმალური ნიჭი მაქსიმალურად გამომიდეს, ამიტომ ჩვენ თავი დავალებოთ იმას, რასაც დამარხულ არის ნიჭი და ენა ქართული. ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეძლოთ გავერთიანდეთ იმის გარშემო, რასაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ქვია. ერთი თხოვნა მექნება იმ ადამიანებთან, ვინც ხელისუფლებაში არიან და ზრუნავენ საქართველოში. დადგა ის დრო, როდესაც ჩვენ პატრიარქი აღარ გვაქვს. ჩვენ მეტი გვევალება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა პატრიარქის გარეშე არ დავკარგოთ. ხო, მაგრამ პატრიარქი გვეყოლება. ამ გულისხმობილია მეორე სამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვეყოლება და იმედი გვაქვს, რომ ეს მეორე იმხელა სულიერი დიდი ძალა იყო, რომ ვაკუმის შევსება ყველას გაუჭირდება. ვაკუმი. ილია მეორე რაც ჩვენ საუბრობთ, ყველაფერი ამაში აი 5 თითივით იცოდა ეს ყველაფერი. სხვათა შორის თქვენ რომ არ გჭირდებთ ამას. ახალ პატრიარქს რეულის ფარდაჭერა ჭირდება. აქ უკვე საუბარი არ არის, რომ ახალი პატრიარქი პირველივე წელს იმას შეძლებს, რასაც ბატონი უკაცრავად გაწოდა ჩვენი დიდი უწყვილესი და უნეტარესი თითქმის ნახევარი საუკუნე აკეთებდა, ხო? ამიტომ ჩვენ მეტი გვევალება თუნდაც ახალ პატრიარქთან მიმართებაში. მას სჭირდება მხარდაჭერა, ერთიანობის განცდის შენარჩუნება, არ შეიძლება აქ ამის პოლიტიკურ სიცხეში გადატანა. ესე იგი, ჩვენ მეტი გვევალება სულ ყველა ქართველს, იმიტომ რომ ის მასშტაბიზეა, რომ აღარ აყვავს ამაზეა საუბარი. ამიტომ